ჩემი ძვლები. ჯანდაბა გოგოებო, საპირფარეშო მინდა ძალიან. კარგი, მოდით არ ვიწუწუნოთ რა. მუხლები მტკივა. საყვარელო გთხოვ, ჩანთა აიღე. ხო ხედავ, თაბაშირი მიგეთია. გოგოებო, გახსოვთ რაზე შევთანხმდით? გვახსოვს. ხო, სმაილ. რა თქმა უნდა, მომეცი შენი ჩანთა. შევიდეთ და ავარჩიოთ ყველაზე მაგარი ოთახი. ნეტა აქ საპირფარეშო სად არის? ნასტია, საპირფარეშო რაში გჭირდება? აქ ნახე რამდენი ბუჩქია. ხედავთ ბანი როგორ ჩურჩულებს რაღაცაზე, მაგრამ ჩვენ მათზე უარესები ვართ. ხო, ვართ. ხო და წავიდეთ ახლა უკანა კარი ვიპოვოთ და ავარჩიოთ საუკეთესო ოთახი და ყველაზე სუფთა. ხო, ეს იყო ჩვენი მისია, ჩემი. ხო, სტელა, შენი მისია. 5, 6, 7, 8, 9, 10. ლეილა, უკეთესად დაითვალე, ვინმე სადგურზე ხო არ დაგვრჩა. ყველა აქ არის მასწავლებელო მაიკ. ერთი წამით, ეს რა ქოხია ქათმის ფეხებზე? ჩემთვის ნორმალურია, ქალაქ გარიცახლია. უკვე სახლში მინდა მოსაწყენია. გოგოებო, მოძუძურებთ. ხო, მართლა ძალიან მაგარია, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ცა ძალიან ლურჯია, მაგრამ აქ რა უნდა გავაკეთოთ? იმედი მაქვს მოწყენილობისგან არ მოვკვდებით. საყვარელო, ნერვიულობ, ხო იცი, ჩემთან ერთად ვერ მოიწყე. ხო, სმაილ, მაგაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, გავამართვი ჩანთა. რაც შეიძლება მალე მინდა შესვლა. ლუზერებს ცალკე ოთახი გვექნება? ჩვენთან ახლავთ. გამიშვი ჩვენია. მოგესალმებით ქალაქ გარეთ სახლში. ხო, კარგად გახსოვთ, რაზეც შევთანხმდით. რა, წვეულებაზე? აქ იმისთვის მოვედით, რომ დავისვენოთ. სწავლისგან და გაჯეტებისგან უნდა შეისვენოთ. მასწავლებელმა მაიკმა გაგაფრთხილათ, რომ ტელეფონებს ახლა ჩვენ გადმოგცემთ. მოკლედ, ყველა თქვენი გაჯეტი მომეცით. რა? ეგ რანაირად? ხო, მე მაღვიძა რომ მჭირდება. სმაილ, მამა ჩემი ძალიან ინერვიულებს თუ არ დავურეკე. ხო, ჩემი ბებიაც ვერ გადარჩება. მე 2 ტელეფონი წამოვიღე, თქვენსავით სულელი არ ვარ. რა? ტელეფონები გადმოგცეთ? კარგით, რატომ იქცევით ბავშვებივით? თითქოს ბაღში ხართ. თქვენს უკან არის ტელეფონის ჯიხური თუ დარეკვა დაგჭირდათ? ტელეფონის ჯიხური? ეგ რა არის? მაგარი, 1 საუკუნით უკან გადავედით. სმაილ. მეგობრებო, ჩავაბარეთ თქვენი ტელეფონები და შიგნით შედით. დიმა, აქ რა უნდა გავაკეთოთ? არ ვიცი, მწერებს შევაგროვებთ. სერიოზულად გეუბნები. სერიოზულად არ ვიცი. საღამოს გავიპაროთ და ახაურობა დავათვალიეროთ. ტიმურ, შემოთავაზება მაქვს, მინდა ფანჯარასთან დავიძინო. რა? ხო, მინდა ფანჯარასთან დავიძინო და ეს შენთვისაა. არა, ფანჯარასთან მევიძინე, ფული გაწიე. აბა მეგობრებო, ტელეფონები მომოწოდეთ. მასწავლებელო მაიკ, თუ უცბად დარეკვა დამჭირდა, ავიღებ ჩემს ტელეფონს უკან. მე საუზმისთვის ვერ ავდგები მაღვიძარის გარეშე. დაზრალდი, ჩვენ გაგაგვიზებთ. აიღეთ მასწავლებელო მაიკ. იმედი მაქვს, მამა ჩემი იძებნებას პოსტერს არ გააკრავს. მასწავლებელო მაიკ, იცით აქ ყველაზე კარგი ოთახი სად არის? კი, და ყველაფერს ჩვენ გავანაწილებთ. გადაანაწილებთ? აბა მეგობრებო, ტელეფონები ჩაბარებულია. მოგესალმებით. მოგზანება. არ დაგეგები წყება. მასწავლებელო მაიკ, სერიოზული რაღაც წამოვიწყეთ. ლეილა, არა უშავს, ნერვიები ხვალ ჩამოვა და ყველაფერი კარგად იქნება. გოგოებო, გავიგე ოთახების გაყოფას ცდილობთ. ზედმეტი უთანხმოება და რაღაც რომ არ მოხდეს, მე გაგანაწილებთ. ლეილა გოგოებს დაეხმარება დაბინავებაში და მე ბიჭებს. გასაგებია ყველაფერი? კი. კარგით, აი ეს არის მისაღები ოთახი, სადაც ჩვენ საღამოებს გავატარებთ, სიმღერებს ვიმღერებთ და რაღაც ისტორიებს მოვყვებით. ვა, მაგარია, სიმღერებს ვიმღერებთ. გიტარა უნდა წამომბეხო. გიტარაზე დაკვრა შეგიძლია? ხო, სწავლობდი. მეგობრებო, ეს სამზარეულო, სადაც აისი და პიცა ჩვენ გემრიელ საჭმელებს გაგვიკეთებენ. ძალიან ხია. ხო, ჩვენც. გოგოებო, წამომყევით, გაჩვენებთ ოთახები სად არის და სად გვექნება საუზმე. ძლივს. გოგოებო, გთხოვთ წესრიგი შეინარჩუნეთ, დავალებების ფურცელს მერე მოვიტან. მაგარი, აქ სიმღერებს ვიმღერებთ. ხო, შიდა ნაწილი უფრო მომწონს ვიდრე გარეთა. ხო, თან დამღალესა მკოღოებმა. ხო, ძალიან მაგარია. ჩვენ უკვე ავარჩიეთ ჩვენთვის ოთახი. ბაყაყები დაიღალნენ და ახლა ყველაზე დიდი ოთახი მოუნდათ. ბაყაყებო, ეს მისაღები ოთახია, წავედით. მინდა რომ დავწვე საწოლზე და ფეხები დავასვენო. ჯიჯი, დაწყნარდი, ახლა მიგვიყვანენ. გოგოებო, ძალიან მშია. აქ სამზარეულოში მივირთმევთ საუზმეს და დავრეცხავთ ჭურჭელს. ხო, დიასახლისი არ ყავს. მაგარია, ახლა დაიწყება ყველაზე მაგარი. და ოთახი სად არის? ოთახი. ახლავე გოგოებო, წავალთ თქვენ საძინებლებში. ერთი სული მაქვს, მინდა რომ გადავივლო, ჭამო და დავისვენო. ზუსტად. მეგობრებო, ახლობნისას თქვენს გათვლით კარტოფილს, სტაფილოს, ხავხს და დაეხმარებით აი საჭმელის გაკეთებაში. მადლობა მასწავლებელო მაიკ.
მოკლედ კალათბურთელებო, თქვენ კარტოფილებს გათვლით, თქვენ ლუზერებო, ნიორებს გათვლით. და თქვენ ფეხბურთელებო, დილაობით ომლეტებს გააკეთებთ. მეგობრებო, გაიგონეთ, აქ აისია მთავარი. მასწავლებელმა ეს უსამართლობა, გოგოები თავიანთ სახლებში წავიდნენ, ჩვენ კიდე რაღაც საქმეები მოგვეცით. ხო, საერთოდ როდისხა უნდა დავიძინოთ. აი, საჭმელი უკვე უნდა გააკეთო, თორე ყველას გქვია. მასწავლებელმა ერთი შეკითხვა მაქვს, მე მასკოტი ვარ, და აქ ვარჯიშებზე ვიქნები ხოლმე, საჭმელს ვერ გავაკეთებ, თავისუფალი ვარ. აის, კარგი, მაშინ მასკოტი დილაობით ნაკავს გადაყრის ხოლმე, მეტი არაფერი მჭირდება. მაგარი, კარგი, ნუ მეხებით. გოგოებო, ბანი ამ ოთახში იქნება. ვაუ, ყველაზე მაგარი ოთახი გვაქვს. მაგარია. ხო, რა თქმა უნდა მაგარია, იმიტომ რომ მეც ამ ოთახში დავრჩები. და მეც. რა? არა, ვირთხებთან ცხოვრება არ არის. ვითომ დასასვენებლად წამოვედით. ჯანდაბა, იქნებ ბაყაყებს გავუცვალოთ. ღირსები ხართ. ბანი არ ინერვიულოთ, ჩვენს უკან კიდევ ერთი ოთახია, რომელსაც ვიზიარებთ. ბაყაყებო, დაიშალეთ. კარგი, აქ საკუთარი კუთხე მაინც გვექნება. დიანა, ვერ გაიგე, ამ ოთახსაც ვიზიარებთ ვირთხებთან. ხო, ძალიან მაგარი. კარგი, ბანი გახარებული და კმაყოფილია. ბაყაყებო, თქვენი გახარების დროა. Yes! და ჩვენ როდის ნახავთ ოთახს? მალე, ჯიჯი, მალე. გოგოებო, ბაყაყებს თუ უკეთესი ოთახი გქონდათ, უნდა გავუცვალოთ როგორღაც. ხო, რამე უნდა შევთავაზოთ. ბაყაყებო, აი თქვენი ლამაზი ოთახი. ვაუ! ვაიმე, ლეილა, ძალიან დიდი მადლობა, აქ ჩვენთვის ვიქნებით. ბაყაყები უფრო იღბლიანები აღმოჩნდნენ, მაგრამ პატარა ოთახი აქვთ. მერე რა, მარტო არიან. არა, ბლონდი, აქ მარტო არ იქნებით. რა, ვისთან ბიჭებთან? რა? არა, ბიჭებთან არა, გოგოები ლუზერებთან ერთად. გამარჯობა ბაყაყებო, იმედი მაქვს მეგობრები ვიქნებით. და მე? კარინას არ აქვს ოთახი. კარინა, შენც ბაყაყებთან იქნები. მაგარია. გოგოებო, რაღაც სამართალი კიდევ არსებობს. წავიდეთ, ახლა დავალაგოთ ნივთები. მორჩა დიმა, ჩვენთვის ყველაზე მაგარი ოთახი ავირჩიეთ. აქ ვერავინ ვერ გვიპოვის. ხო, შავი ოთახი ძალიან გვიხდება. ოღონდ დიმა, შევთანხმდით, რომ წერებს არ შევაგროვებთ. ხო, იცი, აქ არ ჩამოვედით. ხო, გოგოებისთვის. მართალია, გოგოებისთვის. და დღეს დიანას ოთახში შევალთ. დიმა, რა დროს დიანა? იცოდი, აქედან წავალ. კარგი, კოსტა, კარგი, გომბეშვებთან წავიდეთ. აი, ეს უკვე სხვა საქმეა. დიმა, იცოდე, ჩვენი შეთანხმება არ დაარღვიო. კარგი, გოგოებო, ახლა დავისვენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ვირთხები ჩვენთან იცხოვრებენ. მაგარი დღიურია, ახლა ჩემს ფიქრებს ჩავწერდი, მაგრამ კალამი დამრჩა. კნოპა, ნუ წუწუნებ. ეგეთი ცუდი არ არის, ორი ულამაზესი ოთახი გვაქვს და ერთი გიგანტურია. და რამე, ვირთხებს როგორმე გავუმკლავდებით. ხო, გოგოებო, ჩვენ 4 ვართ, ისინი 2 არიან. რა უნდა მოხდეს, გავუმკლავდებით. გოგოებო, შეიძლება თქვენთან გადმოვიდეთ. წარმოუდგენა არ გაქვთ ჩვენთან რა ხდება. კარტოფილებს გვათლევინებენ. ჯანდაბა ბიჭებო, აქ ვერ შემოხვალთ, იმიტომ რომ ვირთხებთან ერთად ვცხოვრობთ და ნებისმიერ წამს შეიძლება შემოვიდნენ. არა, აქ ვერ შემოვლენ, კარებს დავიკავებ. დიანა, შედი ჩემ მდგომარეობაში, ასე როგორ უნდა გავთალო. მასწავლებელმა ის მგონი დააუვიზნა, რომ კალათბურთელები ვარ და არა მცხოვრები. საწყალი ბიჭები. ტიმურ, მე კიდევ კალამი დამრჩა. მეხუმრებით, რატომ წუწუნებთ? აქ წუწუნისთვის მოხვედით? ზაფხულის არდადეგები გვაქვს, უნდა გავერთოთ. წადით და სხვაგან იყავით მოწყენილები. მაგალითად სახლში. ხო, დიანა, გეთახმები, მე გავთვლი კარტოფილებს და შევჯამ. რომე, უკვე ყველაფერი გასაგებია. და იცით რა, კალათბურთელებო, შეგიძლიათ ჩვენს ოთახში ნებისმიერ დროს მოხვიდეთ. არ მადარდებს ეს ვირთხები, რამე თუ არ მოსწონთ, შეუძლიათ გადავიდნენ და ბაყაყებთან ერთად იცხოვრონ. იეი, დიანა! ეგ სიმართლეა? ბიჭებთან უფრო გავერთობით. გოგოებო, არ გინდათ რომ ცოტა გავერთოთ. რა? კარგით, მოდით, მოგვიანებით დავალაგოთ ნივთები. ახლა ცოტა უნდა განვიტვირთოთ. მართალია. კარგი, საყვარელო, შენი ჩანთა სადაა? კნოპა, იმედია ბევრი რაღაც არ გაქვს. გოგოებო, არ მოიწყინეთ? კი, მოვიწყინეთ. კარგი, მეგობრებო, ვირთხები წავიდნენ, ამიტომ ახლა ჩვენ ვართ აქ უფროსები. ხო, თქვენ ლუზერები ხართ. ამიტომ ამ ოთახში ჩვენი წესებით იცხოვრებთ. ბაყაყებო, ყველაფერი გავიგე, მაგრამ მე ლუზერი არ ვარ, ამიტომ ეს თქვენი წესები მე არ მეხება. ერთი წუთით, ანუ თქვენ ხართ უფროსები? არასდროს. კარინა, უაზროდ ნუ იქცევი. შენი პირველი დავალება არის, რომ აი ეს წაიღო. დავალება არა? ხო, კარინა, რამე ვერ გაიგე? ლუზერებო, თქვენ დაიძინებთ საძილე ტომრებში. აი იქით ოთახშია. მაგარია. ეს ჯობია ბანაკს. ჯული, ბანაკში დაბრუნება მინდა. ჯიჯი, ნუ წუწუნებ, ჩვენ ძლიერები ვართ, ამას გავუმკლავდებით.
ხოვები გამარჯობა, ხვალ ჩამოხვალ. კი, ჩვენ უკვე დავულავდით. სახლი ძალიან ლამაზია, ესე იგი ხვალ ჩამოდიხარ? შენს გარეშე ძალიან ცუდად ვარ. ები, მერე დაგირეკავ, ბიჭები შემოუდნენ. მასწავლებელმა იქ ყველაფერი გავამზადა, შეგიძლიათ საჭმელად შეკრიბოთ ყველა. მასწავლებელმა იქ რამე უთხარით, უკვე 10 ცალი ნაგავი გადავყარე. ეს ჩემთვის ბევრია, მოცეკვავე ვარ, ნაგვის გადამყრელი კი არა. მასწავლებელმა იქ როდის შევჭამთ? საჭმელი უკვე მზად არის? ხო, მასწავლებელმა იქ კარბონარა გავაკეთეთ და კარტოფილი შევწვით და ჩიზქეიქიც გავაკეთეთ. კარგი მეგობრებო, წავიდეთ, შევჭამოთ, მე ძალიან მშია. და ისე გავხსოვდეთ, ხვალ ძალიან კარგად უნდა მოიქცეთ, ები ჩამოდის. გასაგებია მასწავლებელმა იქ. მასკოთ წამო საჭმელები გამოვიტანოთ. Яна, გთხოვ, როცა მე ოთახში არ ვიქნები, ეცადე და გააკონტროლე ეს ბანი. ლეილა, მე არ მომისმენენ. Яна, მოგისმენენ, აქ უფროსები ჩვენ ვართ. უფროსები, მაინც ეჭვმეპარება რომ მოგვისმინონ. წამოდი, გაჩვენებ როგორ უნდა მათი მართვა. კარგი, ბავშვებო, ამაღამ აღარ დავიძინოთ. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? რას და სიტუაციას დავზვერავთ. კარგი. თანახმავართ. გოგოებო, მოდით სამზარეულოში ჩავიდეთ, იქნებ საჭმელი გააკეთეს უკვე. ხო, ძალიან მშია. შვენიერი იდეაა, გოგოებო. ვისადილოთ და მერე ვისეირნოთ. ერთი წუთით არ მესმის? ხედავ ლეილა, თქვი რომ ჩვენ ვართ უფროსები, მაინც იმას აკეთებენ რაც უნდათ. კალათბურთელებო, ამ ოთახში, ჩვენს ოთახში რას აკეთებთ? კალათბურთელები უკვე მიდიოდნენ. ტიმურ? გაჩერდით, მომისმინეთ ვირთხებო, არ ვიცი რა გინდათ, მაგრამ თქვენ უფროსები არ ხართ. იმას გავაკეთებთ, რაც მოგვინდება. ლეილა, ეს გაიგე? ჩვენ არ ვართ უფროსები, არა? დიანა, მგონი გავიწყდება, რომ მე მასწავლებელი მაიკის მთავარი დამხმარე ვარ. იქამდე სანამ მწვრთნელიები ჩამოვა, მე ვეხმარებ იმას. მომისმინეთ ვირთხებო, მწვრთნელიები ჩვენი მწვრთნელია და დიახ, დაგვეხმარება, მაგრამ აქ დასასვენებლად მოვედით, არა იმისთვის, რომ თქვენი რაღაცეები შევასრულოთ. ხო, მხარს გიჭერთ დიანა. ჩვენც დიანა. ეგრე არა? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ლეილა, რამე უნდა ვქნათ? მოიცადე იანა, ხვალ მწვრთნელიები გაიგებს, რომ ამ ოთახში, ჩვენს ოთახში ბიჭები იყვნენ. და აი მერე ვნახავთ მწვრთნელიები რასაც გააკეთებს. კარგად. ხო, კარგი, აბა, ვჭამოთ და ვისეირნოთ. ხო! ბავშვებო, ზაფხულის არდადეგები ძლივს დაიწყო. დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ძარს. ახლა უნდა წავიდეთ, შევჭამთ და მერე გავისეირნებთ. კარგად! გოგოებო, ახლა თქვენთან ერთად დავისვენებ, მიუხედავად იმისა, რომ ვირთხებთან ერთად ვართ. მოგლეთ მეგობრებო, ყველა ტელეფონი ჩაბარებულია. მაგარია, ერთი საუკუნით უკან დავბრუნდით. მეგობრებო, ტელეფონები ჩავაბარეთ. საყვარელო, გთხოვ, ჩანთა გამომართვი. ხო, ხედავ, თაბაშირი მიკეთია. გოგოებო, გთხოვ, წესრიგი შეინარჩუნეთ, ფურცელს შემდეგ მოვიტან. აუ, აქ სიმღერებს ვიმღერებთ. იცით,